ასეთი შეკითხვა მაქვს. ხალხი თუ დაიხოცება ომში? მადლობა. საინტერესო შეკითხვა. ძალიან. დროები აუცილებლად. ჩვენი ხალხი არა. ჩვენი ხელმძღვანელობა ყველაფერს იღონებს, რომ ამ დინგომში წასული ადამიანების სიცოცხლე მაქსიმალურად იყოს დაცული. ჩვენი პრეზიდენტის ბრძანებაა, რომ ჩვენი ხალხი ომში არ დაიღუპოს. გილოცავთ ომს, არც მარცხს, არც დამარცხებას. სხვები გვტებიან, ჩვენები არა. პრეზიდენტმა ომი გამოუცხადა ჩვენს მტრებს. ლაშა ბუღაძის პიესაში „პრავდა“ ამბის თხრობა იმ დილიდან იწყება, როცა რუსეთი უკრაინის მიწაზე შეიჭრა და ომი დაიწყო. ფრონტიდან ცნობები არ არის. ამ ტექსტის მიხედვით, ომი აქ რაღაცნაირი ტრადიციაა. სიუჟეტური ქარგა პროპაგანდისტული მედიის რადიო სტუდიაში ვითარდება, სადაც საინფორმაციო ნადირობაა გაჩაღებული და მსმენელს ტვინებს ურეცხავენ. დამანგრეველი პროპაგანდა მთელს რადიო სპექტაკლს ლანდად დასდევს. ავტოკრატია და დიქტატურა და პროპაგანდის ენა ყველგან მსგავსია და ადამიანები რომლებიც თითქოს და მათ ქვია ჟურნალისტები ხომ თურმე როგორ თავისუფლად ყიდიან მორალს და ბიოგრაფიასაც და მომავალს ავტოკრატის და დიქტატურის დაცინვა და ცინიზმი მათ მიმართ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჩვენ მათ უნდა დავცინოთ თეატრი მაინც აგრძელებს დიალოგს თავის მაყურებელთან და მან უნდა ისაუბროს ისეთ აქტუალურ თემებზე, რომელიც დააფიქრებს საზოგადოებას და ეს პიესა ვფიქრობ სწორედ ასეთია, თან ძალიან დროულია, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიტყოდი ცოტა წინასწარმეტყველურიც არის, იმიტომ რომ როცა დაწერა ლაშამ ეს პიესა, მაშინ ჯერ არ იყო ეს აბსურდული კანონების მიღება და სწორედ აი ახლა ხან დაიწყეს ეს რაღაცა გაუგებარი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დასჯა და სხვადასხვა რაღაცა ესეთი ამგზავრული კანონები. აკრძალულია შემდეგი სიტყვები: საზღვარი მათი მოქალაქეების სამწუხაროა მსუბუქი ყოფა-ქცევის. რეჟისორ ზურა გეწაზის სპექტაკლი ათონელის თეატრის სცენაზე ერთგვარი წინასწარმეტყველებასავითაა იმაზე, როგორ შეიძლება ცენზურამ შთანთქას ყველაფერი გარშემო. ანტიჟურნალისტიკაზე დაწერილისა და სცენაზე დადგმული სპექტაკლის მსვლელობისას პროპაგანდა გმირებს, სიტყვებს პირიდან აცლის და უგრძალავს. აქ არ არის მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ პროპაგანდა რა ცუდია. აქ პლუს ავტორთან ძალიან კარგად ჩანს რა ემართება პროპაგანდისტული სისტემის ჟურნალისტს თვითონ თავად, როცა არის ამ მანქანის მსხვერპლი. მოღალატეები ხორები არიან. ყველა მსახიობს საკუთარი ხაზი აქვს. პროპაგანდის ნიღბების მიღმა ჟურნალისტები არიან. მსახიობი ნათია ფარჯანაძე წამყვანია. ბოლოს კი ყველა სიტყვა ძალა გამოცლილია. დროული ტექსტია და მნიშვნელოვანია დღეს და ამაზე ადამიანებს ძალიან სწორი რეაქცია აქვთ რა და საჭიროა მე მგონი ბევრი სივრცეები გაჩნდეს ისეთი სადაც ეგეთი სიტყვა გაისმება რა ვიცი. დღეს მე მგონი დეფიციტია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რაში ვცხოვრობთ. აი მე მაგალითად სულ მაქვს აი ეს რაღაც პროცესი ჩემს თავში რომ არ დავთმო არც ერთ წამს ჩემ თავთან იმაზე ფიქრი რომ თითქოს ამას ან ვეგუები ან ეს რაღაც ნორმად მივიღე. სულ უნდა გვახსოვდეს რომ რაღაცები არის ამ სამყაროში რაც არ არის ნორმალური. და ამაზე უნდა ვთანხმდებოდეთ. ეგ არის მთავარი, მეც ესე მგონია, იმიტომ რომ პროპაგანდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ყველაფერი არანორმალური ნორმა გახადოს და ამას თუ შევეგუეთ, მე მართლა ძალიან რთული იქნება ტყუილის და მარცხლის გარჩევა, კეთილის და ბოროტის გარჩევა. სადამდეც შეიძლება რომ რაღაცა ხმა ისმოდეს და სანამ ბოლომდე მართლა არ აიკრძალა ყველაფერი და მართლა სიტყვები არ გამოგვაცალეს პირიდან და საერთოდ ასობგერები არ ამოიღეს ხმარებიდან, სადამდეც შეგვიძლია რომ რაღაცა სიტყვებით ერთმანეთი გავამხნევოთ, ერთმანეთს რაღაცეები გავახსენოთ. უნდა ვილაპარაკოთ. სასწრაფო ინფორმაცია ამ წლებმა სანქციები დაადეს ჩვენი ქვეყნის ყველა ჟურნალისტს. სამშობლოს გამყიდველი პატრიოტია. თავისუფლებისთვის მებრძოლებს დამნაშავეები ჰქვიათ. მტერი და მოყვარეც არეულია. დასავლეთი ცოდვილია. ადამიანების გონებაზე манипуляცია კი ძალიან ძლავრია. გვიკვირს რომ შეიძლება აქამდე მივიდეს რეალობა, მაგრამ რაც გაგვიკვირდა, ყველაფერი მოხდა და
ახლა სიტყვა არალეგიტიმური ამ წამს დასჯადია და მე მგონი ძალიან დიდი სხვაობა არ არის ამ მასალას და მაგ ფაქტს შორის. სხვები კვდებიან, ჩვენები არა. ტრაგიკომედია აბსურდული ელემენტებით იმაზე რეალურ სურათს ქმნის, ვიდრე მაშინ წარმოიდგენდა ავტორი, როცა ეს პოლიტიკური პატარა ოპუსი დაწერა და ამით ძალიან დროული ტექსტია ჩვენს ქვეყანაში. ციხეა ზოგადად უკვე, ხო? დანია რო საპყრობილია, ეს ამას ჰამლეტიდან ვიცით ეს. და ხო, აი ეს საპყრობილია, აი რაღაცნაირად კი არ უნდა ვადაპტირდე, არამედ მოუძებნოთ ფორმა პროტესტს მათ შორის მხატვრული. ხო, სივრცეები ვიწროვდება, ჩვენ როცა ვხედავთ, რომ მსახიობებს და ცნობილ მსახიობებს, ყველასთვის საყვარელ მსახიობებს აძევებენ მათივე შექმნილი თეატრებიდან, იმიტომ რომ მათ დაიცვეს თავიანთი დაპატიმრებული კოლეგის მსახიობის პლაკატი. არც მეტი, არც ნაკლები და მათ ისეთი ბოლშევიკური მეთოდით, ჩეკისტური მეთოდით პირიქით 240 ლარი და 10 თეთრი გადაახდებინეს, ხომ? ხო, აი ეს არის საბჭოთა თეატრი. რას ვიჩეკითხო ახალგაზრდა? გილოცავ თავს. გილოცავ ხალბატონო. ხალხს მიგავს. კაცი ცუდი კავშირია. გისმენთ ხალბატონო. ალბათ მოგზავნეს. გისმენ შვილო. რადიო წამყვანისა და პროდიუსერის და სტუმრის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი მსახიობ მაია გელოვანის ხაზია ამ სპექტაკლში. ის ერთი და იგივე მსმენელს თამაშობს, რომელიც სტუდიაში სხვადასხვა გვარი ხმებითა და გასაოცარი კითხვებით რეკავს. რაღაცნაირად ესე გადაწყდა აქ პიესაში არის ესე რომ სატელეფონო ზარები შემოდის და ერთი და იგივე ქალი რეკავს და ლაპარაკობს სხვადასხვა ხმით, იმიტომ რომ რეალურად ყველაფერი კონტროლდება, ანუ შეკითხვები კონტროლდება, პასუხები კონტროლდება, შემოსული ზარებიც კონტროლდება და სწორედ ეს არის, რომ ერთი და იგივე ქალი სხვადასხვა ხმით ლაპარაკობს და რეალურად ერთი და იგივე ამბის გარშემო ტრიალებს. ბოლოს იმდენად აბსურდში შედის ეს რაღაცა ქაოსი და ეს აი ამ შიში და ის რაც ხდება ყველაფერი, რომ ბოლოს ვეღარ იტევს ადამიანი და ფეთქდება და მართლა თავისი ხმით იწყებს უკვე ლაპარაკს. რას ვიჩეკითხო ახალგაზრდა? ეს პოლიტიკური ტექსტი პროპაგანდის ბოლო ჟამზე სასაცილოა და ამავე დროს დღევანდელობის სარკეა. რეალობას მიხვება კვალდაკვალ და ისეთ მძიმე რეალობაში, როგორშიც ახლა ვართ, ხანდახან შესაძლოა ვერც ეწევა. სულ ამაში ვარსებობთ აი სასამართლო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მთელი ამ ხნის განმავლობაში, სინდისის პატიმრებს გულისხმობ, აი ერთხელ მაინც თუ ვინმე დასწრებია ამ სასამართლოს, აი ზუსტად მიხვდება, კი არა და ეს არის ზუსტად ის, რასაც მე ვგრძნობ აი ამ პიესაში, აი აბსურდული ტექსტები, აბსურდულად არაფრის მომცემით, ყუილი ბრალდებები და ზიამაღლობელი მთავარი სიმბოლოა, იმიტომ რომ სისტემას დაუპირისპირდა, ხო? და თავისთავად ისიც აბსურდია, თუ როგორ ტირიან ლოყაზე გოგოლის პერსონაჟები, თუმცა იქ ცხვირი აქ ლოყა. შეიძლება ასეთი პიესაც დაიწეროს უკვე თანამედროვე თეატრში. მე არავინ მიყვარს ჩემი შვილების გარდა, რომლებიც ჯერ არ მყავს. რეჟისორ ზურა გეწაძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ყველა მართალი სიტყვა პრობლემაა. ჯერ არ ჩანს პასუხები, მაგრამ ისმის აკრძალული სიტყვები და ბოლოს ყველაფერი აკრძალულია. დიქტატურას ხომ ლიმიტი არ აქვს, ანუ ამ პიესაშიც თქვენ ნახეთ ბოლოს უკვე ასოებსაც გრძალავენ, ხო? ბგერებსაც გრძალავენ. პირიდან აცლიან და ბოლოს პროპაგანდისტები ხმუიან, ხრიალებენ, იმიტომ რომ მათ ისედაც სათქმელი არაფერი არ ქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ფორმალური ყალბი ენაც კი საბოლოოდ მათ აუკრძალეს. დამაფიქრებელი წარმოდგენაა, რაც თავარია იქნებ პროპაგანდისტმა ჟურნალისტებმა დაიწყონ ფიქრი იმაზე, რა ემართებათ ასეთ ჟურნალისტებს ბოლოს, რა დღეში შეიძლება ჩააგდოს აკრძალვებმა და როგორ შეიძლება დაკარგოს სახე გაწონასწორებულმა ჟურნალისტმა ტყუილისგან. მათთვის, ვინც ამ პროპაგანდას იცავს და ჭყალებში აპრავებს, აი მათზე არის. ბოლოს მაინც ფინალი ის არის, რაც ამ სპექტაკლში დაემართებათ და აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ და ამაზე უნდა რა ვიცი, მე მგონი სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ. ათონელის თეატრში პრავდას საპრემიერო ჩვენებები ანშლაგებით მიდის. ბილეთებს ვერ იშოვი. მაყურებელი სპექტაკლის დასასრულს ძალიან ბევრ ტაშს უკრავს და ამით აჩვენებს, რომ დამოუკიდებელი და პოლიტიკური თეატრი და სივრცეები სჭირდება.
ძალიან მოგვეწონა თალია და ლაშას იუმორით და ტექსტით და ყველაფერი და მსახიობები ძალიან კაი შესრულება იყო, ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი და ძალიან კმაყოფილი ვარ და ლაშას პიესაც არის არაჩვეულებრივი და ძალიან რელევანტური ყველაფერი, მოკლედ რა, ძალიან ბედნიერი და ძალიან ასიამოვნები ვარ. ხასიათზე არ დადექით ამდენი ნიაღვარისგან პროპაგანდის. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ასე თუ გავხალისდებით სხვა გზა არ დაგვრჩენია. მაგრამ მტკივნეულია, იმდენად სასაცილოა, რომ უკვე მტკივნეულია. სპექტაკლ პრავდას დამაიმედებელი ფინალი აქვს, მაგრამ ჩვენს მე და თემო ხუხიას რეპორტაჟსაც წარმოდგენისგან ოდნავ განსხვავებული დასასრული ექნება. აი ასეთი. ჩავთო ჩემი ხმა? გესმით ჩემი ხმა? დიახ, გესმის. ასაკი 84 წლის. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს.